გარჩეულია მრჩეველთა საბჭოს შეუძლია. აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ორ ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილი 4-ვე კანდიდატის ვინაობა ცნობილია. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კანდიდატურების სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაასახელა. ბეჟან გობაძე, ირაკლი დარცმელიძე, ვახტანგ ღლონტი და ოლღა ჟღენტი კოალიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას კანდიდატთა პროფესიონალიზმით ხსნიან და მიიჩნევენ, რომ კანონს არ არღვევენ. ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარებმა წარმოგიდგინა ბეჟან გობაძის კანდიდატურა. ფრაქცია ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოგვიდგინა ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურა. ქართული ოცნება აჭარა წარმოგვიდგინა ვახტანგ ღლონტის კანდიდატურა. და ასევე გუშინ საღამოს ფრაქცია ქართული ოცნება წარმოგვიდგინა ოლღა ჟღენტის კანდიდატურა. ჩვენ არ დაგვერღვევია კანონი და ეხლა რო დაგვერღვია, მაშინ უნდა მოგეთხოვოთ ჩვენთვის პასუხი. ბატონი ვახტანგი ყოველთვის პირველ რიგებში იდგა, წინა პლანზე იდგა სამართლიანობის ბრძოლაში. პეტრე ზამბახიძე უმრავლესობის ქმედებას ცალსახა კანონდარღვევად აფასებს და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. ეს უნდა იყოს დაბალანსებული და უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატურებით დაკომპლექტებული. და აქ მე ვფიქრობ, არის ცალსახა კანონდარღვევა, სამართლებრივი საშუალებებით ჩვენ ამაზე ვიბრძოლეთ, მაგრამ მანამდე მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო უმრავლესობას და ასევე იმ კანდიდატებს, რომლებიც შეიძლება სავარაუდოდ წარდგენილი იქნენ ქართული ოცნების მხრიდან, არ მიიღონ მონაწილეობა ამ უკანონობაში. აღნიშნულს კანონდარღვევად აფასებს თავად კანონპროექტის ავტორი თამარ კორძაიას განცხადებით, ერთ ფრაქციას მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს. მისი თქმით, ეს მოთხოვნა კანონში იმისთვის ჩაიდო, რომ არჩევანი მრავალფეროვანი ყოფილიყო. უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი მოაწოდოს. თუ ერთი პირი უკვე წარადგინა უმაღლესი საბჭოს წევრმა, მეორეზე წარდგენის უფლება არა აქვს და ხელმოწერის უფლება არა აქვს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს კანონიერების დაცვისკენ მოუწოდებენ საიას იურისტებიც. ამ შემთხვევაში აჭარის უმაღლეს საბჭოს ფრაქციებს არ აძლევს უფლებას რომ წარადგინონ კანდიდატები აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში. საუბარია იმ ფრაქციებზე, რომლებმაც უკვე წარადგინონ და რომელთა კვოტით გასული სუბიექტები უკვე არიან აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები. აჭარის უმაღლესი საბჭო დარჩენილ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატებს სესიაზე დაამტკიცებს. საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სესიის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.